რატომ ცხოვრობს 9 წევრიანი ოჯახი 25 წლის განმავლობაში ავარიულ სახლში? გეოლოგების დასკვნის მიხედვით ადგილი, სადაც ჯაფარიძეები ცხოვრობენ, გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონას მიეკუთვნება და ცხოვრება სახიფათოა. როგორია ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების პოზიცია? გოგიტა გოგიტიძის რეპორტაჟი სოფელ ზედა აჭყვიდან. აქ იყო ორფა კარი შემოსასვლელი. კარმა გამოვარდა და ამოაშენე. რომ ეს კედელიც დამაგრებული იყო, იქეთ მიდიოდა და კარი აღარ ეხურებოდა, არ ეღებოდა, მაგრამ მაინც არ უშველა, ეს იქეთ კი აღარ მიდის, აქეთ მოდის. ასია ჯაფარიძის ორსართულიან სახლს ბზარები მიწისძვრის შედეგად 25 წლის წინ გაუჩნდა. ეზოში მეორე სახლის აშენება დაიწყო, მაგრამ ბუნებრივმა მოვლენებმა საფუძველი მასაც მოურღია. ერთ სახლში შეხიზნული 3 ოჯახი ღამეს შიშით ათევს. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი 84 წლის ქალბატონი უამინდობის შემთხვევაში თავშესაფარს მეზობლებთან პოულობს. სახლის ჭერიდან ჩამოცვენილმა ბათქაშმა ოჯახის რძალი დააზიანა. აი ორი ოჯახი გადავდივართ ხან მეზობლებთან, ხან იგი ძლიერ ქარში, ძლიერ თოვლში, გვეშინია, ხან ერთ ოთახში მეუყრებით ისევა და ამ დღეში ვართ წვალებაში. ზამთრის პერიოდში ქარიშხალი არის, ქარი არის, მიწისძვრა რამე რო ხდებოდა, ძირითადად ჩემთან იყვნენ ეს ხალხი შეფარებული. 3-4 წელიწადი. 2-3 სულ შევიფარავთ, მაგრამ 9 სულს ვერ შევიფარავთ ერთერთი ადამიანი. მეტი რა ვთქვა, უნდა დახმარება. სპეციალური კომისიის დასკვნით სახლი გეოლოგიური პროცესების განვითარების ზონაში მდებარეობს. დარღვეულია კონსტრუქცია და მიღებული აქვს დეფორმაცია. დასკვნის მიხედვით კატეგორიულად უნდა აიკრძალოს მისი ექსპლუატაცია, რადგან გეოლოგიური პროცესების აქტივაცია პერიოდული ხასიათისაა და შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. გეოლოგები იყვნენ აქ მოსულები, შეამოწმეს სახლი ყველაფერი, მიწის ქვეშ წყალი გადისოდა, არ შეიძლება აქ არც ამ სახლის რემონტი, არც არაფერი, ეს ძირი ბუძიანად დაცაშლილია და ხელახალი სახლი ასაშენებელია. სანამ ტრაგედია დატრიალდებოდეს, გუშინ რძალს ქვა მოხდა თავში. პატარა ბავშვები მყავს. მაინც მიცვალებული უნდა გავიტანოს სახლი და რომ რაღაცა მართლა გაჭირვება ყოფილა ოჯახში ითქვას. 9 სულიან ოჯახს 5 წლის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს. ისინი ხელისუფლებისგან ალტერნატიული ფართის გამოყოფას და დროებით თავშესაფარს ითხოვენ. ამბობენ, რომ აჭარის მთავრობა 2007 წელს 5000 ლარიანი ფინანსური დახმარება აღმოუჩინა, თუმცა თანხა სახლის შესაკეთებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. იმდენი სული ოჯახში დროებითი თავშესაფარი არ მეკუთვნოდა, სანამ სახლი გაკეთდებოდა, ან 5000 ლარით რა გავაკეთო, ხელოსანს უნდა მარტმა. მაგით რომ სახლის შენდებოდეს, იმდენ სახლს ააშენებს ხალხი რომ რა ვიცი. შანთაძეების პრობლემაზე ინფორმირებული არიან ქობულეთის გამგეობაში. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ფინანსური კომპენსაცია ოჯახმა არამისნობრივად გამოიყენა. თილიანობაში 10000 ლარია გაცემული, რომ მოწესრიგებული იყო მათი პირობები, მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ მხოლოდ 1200 ლარის ოდენობით არის თანხა გამოწვეული. სპეციალური კომისია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ერთ კვირაში შეიკრიბება და შანთაძეების პრობლემას თავიდან შეისწავლის.